როგორც ირკვევა ქართული ოცნებისთვის არასასურველი უნივერსიტეტების წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. რადიო თავისუფლება ავრცელებს ამ წუთებში ინფორმაციას, რომ საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ პროკურატურაში დღეს საჩივარი შევიდა. საჩივრის ავტორი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძეა, რომელიც მოითხოვს დაყადახდეს საქართველოს უნივერსიტეტის ქონება, რადგან ის წლების წინ მათ ეკუთვნოდათ. ეს საჩივარი რომ დამთხევა არ არის, ამის დასტურია ირაკლი კობახიძის დღევანდელი იდენტური შინაარსის განცხადება. ოცნების მთავრობა არ მალავს, რომ განათლების რეფორმის სახელით დაანონსებული გეგმის ერთ-ერთი მიზანი ქართველი ახალგაზრდებისთვის განათლების საზღვრების ჩაკეტვაც არის. ჯერ ცნობილი არ არის, ყავს თუ არა გუნდში მოწინააღმდეგეების საშუალო განათლების 11 წლამდე შემცირების იდეას, რადგან მაღალჩინოსნების ოჯახების წევრების დიდი ნაწილი სწორედ საქართველოს საზღვრებს გარეთ სწავლობს. რეფორმის ინიციატორები იმასაც აღიარებენ, რომ დაანონსებული რადიკალური ცვლილებები სახელმწიფო უნივერსიტეტებში მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს ნიშნავს. სალომე ლაბაძე ცდილობს იმის გარკვევას ქართულ ოცნებაში როგორ უყურებენ ამ ცვლილებებს და საერთოდ იცოდნენ თუ არა და იციან თუ არა, რომ პარტიამ ამგვარი რადიკალური ცვლილებები დაანონსა და ამაზე მუშაობდა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია, თუმცა ის მხარს უჭერს იდეას, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნება გეგმავს, რომ მე-12 კლასი მთელი ქვეყნის მასშტაბით გააუქმოს და მოსწავლეებისთვის, რომლებიც საქართველოში იღებენ განათლებას, მხოლოდ 11 წლის განმავლობაში დატოვოს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა. ეს კი ექსპერტების შეფასებით ნიშნავს პრაქტიკულად იმას, რომ ქართული ოცნება მოსწავლეებს საქართველოდან ტოვებს ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობის გარეშე, რადგან თუ ბოლონიის პროცესის მოთხოვნებს გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ ასეთ შემთხვევაში, ანუ იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ 11 კლასის განათლებას მიიღებენ მოსწავლეები საქართველოში, მათ უმაღლესი განათლების მიღება აღარ შეეძლებათ დასავლეთში რომელიმე ევროპულ უნივერსიტეტში და მოუწევთ, რომ უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლა გააგრძელონ ისევ საქართველოში. თუმცა კობახიძე ამბობს, რომ ეს არათუ პრობლემაა, ის ამბობს, რომ ოცნების მიზანი სწორედ ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი მოსწავლე საქართველოდან ისევ საქართველოში დარჩეს უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის დროსაც და ის ამბობს, რომ სასურველი არ არის, რომ სწავლა სკოლიდან მაშინვე ევროპულ უნივერსიტეტში, რომელიმე დასავლურ უნივერსიტეტში გააგრძელონ ქართველმა მოსწავლეებმა, რადგან ასეთ შემთხვევაში ის ამბობს, რომ არის საფრთხე, რომ ეს ადამიანები საბოლოოდ დარჩებიან რომელიმე უცხოურ ქვეყანაში და ისინი აღარ დაბრუნდებიან საქართველოში. თუმცა აქ ვთქვათ, რომ კობახიძე ამბობს, რომ ეს საკითხი არის ჯერ კიდევ მსჯელობის საგანი, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ისევ სწორედ კობახიძის პოზიციას, მოსალოდნელია, რომ ეს ამ იდეასაც ქართული ოცნება აქცევს რეალობად. კობახიძე იმასაც ამბობს, რომ ეს არ გამორიცხავს არც იმას, რომ მე-12 კლასის დონეზე ზოგადი განათლების სისტემაში დარჩეს ზოგიერთი სკოლა, თუმცა ასეთ შემთხვევაში ექსპერტები მიუთითებენ კორუფციის რისკებზეც და ამბობენ, რომ ეს კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნება საგანმანათლებლო სისტემისთვის. თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოიფარგლოთ 11 წლით, ხო? ამას უნდა შევთანხმდეთ. თუ 11 წელი საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12 წელი. თავი ამოცანაა, რომ ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება და სწორედ ამას ემსახურება ის რეფორმის გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ხო, ჩვენ გვინდა სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, 60 წელიწადში უკვე თვისებრივად ავამაღლოთ, ფუნდამენტურად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად ქართველმა სტუდენტებმა განათლება არსებითად უნდა მიიღონ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება თუ მოსწავლეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, სასურველი ზოგადად არ არის, რომ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა მოსწავლემ, შემდეგ სტუდენტმა. თუმცა თუ ასეთი სურვილი არსებობს, ამისათვის იქნება შექმნილი ყველანაირი პირობა. მათ შორის ჩვენ შეიძლება ვიზრუნოთ საქართველოში მე-12 კლასის დამატებაზე საგანგებოდ სპეციალიზებულ სკოლებში. თუ არ და ალტერნატივა არის ის, რომ საზღვარგარეთ სწავლა მოსწავლე იქ დაამთავროს მე-12 კლასს და თუ აქვს სურვილი განაგრძობს პირველი კურსიდან სწავლას საზღვარგარეთ. ურავინ უცდილობს ევროპის პრივატიზებას. არანაირი ასეთი წესი არ არსებობს, რომ 11 კლასს დამთავრებული თუ მოუნდება ვერ გააგრძელებს სწავლას უცხოეთში. ეს არის თქვენი მოგონილი, ისევე როგორც იგონებდით შავხრელებს და მე აღმოჩნდებოდა რომ არ იყო, ისევე როგორც იგონებდით რომ რაღაცა რუსეთის ფსბ-სთან ქონდა თუ მოუწყებას კავშირი. ამ რეფორმის ავტორი არის კახაკალაძეს მათ შორის რა? კახაკალაძე რა შორის? კახაკალაძეს განათლების რეფორმის. ეხლა თქვენ გადადიხართ შეურაცხყოფაზე და კიდევ ეს არის თქვენი განათლების დონე, კაცო. კახაკალაძეს ისეთი რომ მან აიღოს ვინ გააკეთა პრეზენტაცია? მე ავტორად რატო შეიძლება იყოს მითები?
როგორც მოისმინეთ, ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ოცნების ეს გეგმა, რომლის მიხედვითაც არ არის გამორიცხული, რომ მე-12 კლასი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუქმდეს და მხოლოდ 11 წლიანი ზოგადი განათლება დარჩეს საქართველოში, არ შეუშლის ხელს მოსწავლეებს საქართველოდან, რომ მათ სწავლა გააგრძელონ დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებში, თუმცა შეგახსენებთ, რომ ბოლონის პროცესით, რომელსაც საქართველოს შეუერთდა 2006 წლიდან, იმისთვის, რომ ქართულმა მოსწავლემ შეძლოს ევროპის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება, სკოლის დამთავრებისთანავე მას მოეთხოვება, რომ მიიღოს სწორედ 12 წლიანი ზოგადი განათლება. კობახიძემ დღეს ისაუბრა იმ გეგმაზეც, რომელიც ქართულ ოცნებას შემუშავებული აქვს უკვე უმაღლესი განათლების სისტემაში და რომლის მიხედვითაც არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ უნივერსიტეტში კონკრეტული ფაკულტეტები გაუქმდეს და მხოლოდ კონკრეტულ უნივერსიტეტებს მიეცეს კონკრეტული მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობა. აქ კობახიძეს მიუთითეს იმის საფრთხეზეც, რომ ამას შესაძლოა გამოიწვიოს იქ დასაქმებული კონკრეტულ უნივერსიტეტში დასაქმებული პირებისთვის სამუშაო ადგილების გაუქმება, თუმცა კობახიძე ამ რისკსაც გამორიცხავს და ამბობს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.